ხომ, აი ერთეულის და ათეულის განსხვავება არ იცის როგორც ჩანს ქართული ოცნების ბევრმა წარმომადგენელმა და მათ რა თქმა უნდა ვერ მოთხოვთ რომ ასეულიც იცოდნენ რა არის, იმიტომ რომ 24 წლის მიწურულს ასეულობით შემთხვევა იყო, როდესაც პოლიციელებმა აწამეს ადამიანები და ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე. ახლა რაც ვნახეთ ჩვენ ეს კადრები, შემზარავი კადრები, ხომ? 2 კვირის წინ ვნახეთ გორში რა ხდებოდა, ვიცით, უამრავი შემთხვევა, როდესაც ადამიანები გამოდიან და ამბობენ, რომ პოლიციის შენობებში ისინი სცემეს, დაალურჯეს, ძვლები დაულეწეს. თუმცა, როდესაც მე ეს ადამიანები სასამართლოში მიდიან, როგორც წესი, მათ აჯარიმებენ, ან მათ უშვებენ ციხეში. უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც სასამართლომ ადამიანები, რომლებიც იყვნენ საავადმყოფოებიდან მოყვანილი სასამართლოს სხდომებზე, იმის გამო რომ პოლიცია მასზე იძალა და შემდეგ ეს ადამიანები დააჯარიმეს და ადმინისტრაციულ წესით ზოგი პატიმრობაშიც კი გაუშვეს. ეს საზოგადოებას ახსოვს ეს შემთხვევები. ზოგადად რაც ვნახეთ ეს კადრები, ეს შემზარავი წამების კადრები, ეს არის სისტემური დანაშაულის გამოვლინება. ეს არ არის ერთეულის შემთხვევა. ერთეულის შემთხვევა მართლა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ სისტემაში. თუმცა დააკვირდით კადრებს, როგორ არის ის გადაღებული, ის არც ჟურნალისტს არ გადაუღია და არც ვიღაც დიახ, თვითონ იღებენ ამ კადრებს და რისთვის იღებენ, ხო? ან ხელმძღვანელს უნდა მოაწონონ თავი, ან თავიანთ კოლეგებს აჩვენონ თუ რა მაგრები არიან, ხო? ანუ სისტემა აქვთ აწყობილი იმისთვის, რომ რა თქმა უნდა, დანაშაულს იღებენ, როგორც აღქმა არ აქვთ, რომ ეს დანაშაული და იცით რატო არ აქვს აღქმა? როდესაც ხედავენ, რომ წამებელი ხარება მეორე დღეს იღებს ღირსების მედალს, ისინი ფიქრობენ, რომ ეს არის სწორი. ისინი ფიქრობენ, რომ პოლიციამ ეს უნდა აკეთოს, დაიჭიროს ადამიანი, აწამოს, შეურაცხყოფა მიაყენოს, ისე რომ ან საავადმყოფოში ხდებოდეს, ან ღირსება ელახებოდეს ამ ადამიანს, ეს არის მათთვის სამწუხაროდ ყველასთვის არა, რა თქმა უნდა, ბევრი ღირსეული პოლიციელია დღესაც სისტემაში, თუმცა არის ეს მოძალადე ნაწილი ამ სისტემის, რომელიც ამას აღიქვამს, რომ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, ეს უნდა აკეთოს, ამისთვისაცვია ფორმა, ამისთვის აქვს იარაღი, რომ ვიღაც დაჩაგროს, ვისაც არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა. ჩვენ ამაზე წლებია ვსაუბრობ და ბევრჯერ მithქვამს, რომ მივალთ იმ ეტაპზე, როდესაც არც ერთ ჩვენგანი არ იქნება დაცული, მივალთ იმ ეტაპზე, როდესაც ყველას უფლებებს დაარღვევენ პოლიციაში თუ ნებისმიერ სხვა სტრუქტურაში. უკვე მივედით ამ ეტაპზე ვართ. როდესაც ნებისმიერი ადამიანი აქედან გასული ან ქუჩაში უბრალოდ მშვიდობიანი მოქალაქე ვინც გავარის საფრთხის ქვეშ. ოღონდ ეს საფრთხე არ მოდის ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ მხოლოდ დამნაშავებისგან, მოდის სამართალდამცავებისგან და ვხედავთ არაერთ შემთხვევას თუ როგორ არღვევენ ისინი კანონს. კი ბატონო, და თორნიკე, რა უნდა იყოს ესეთ დროს არ ვიცი, როგორი უნდა იყოს მაშინ რეაგირება მათ შორის საზოგადოების მხრიდან, იმიტომ რომ უკვე იმ დონემდე მივედით მართლა რომ თუ კადრი არ არსებობს და თუ მტკიცებულება არ არსებობს, არც არავინ შეიძლება არ დაისაჯოს, ისევ გორის ამბავზე მივდივართ, ადამიანი რომელზეც ესე იწაოდეს, დაჭერილი ყავდა, შეიძლება ამ დრომდე ციხეში ყოლოდათ, რომ არა ის კადრები რაც გავრცელდა. ხომ აი ასეთ დროს მაშინ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები? სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როდესაც ესეთ სისტემური ძალადობა იყო. თუმცა წინა ხელისუფლებს საუბრობ, რა თქმა უნდა, მათ იმდენი გამბედაობა მაინც ეყოთ, სიტყვასიტყვით თქვეს, რომ ეს იყო სისტემური ჩავარდნა. მე მახსოვს, როდესაც ეს გააკეთა მაშინდელმა პრეზიდენტმა. ესენი ამასაც არ აღიარებენ, რომ სისტემური პრობლემა აქვთ. ისინი არ ამბობენ ამას, რომ მათი სისტემა არის მოძალადე, თუმცა რეალურად ასეთი არის. რა შეიძლება გავაკეთოთ ხა ამათგან მე არ მჯერა რომ რაღაც ეტაპზე შესაძლოა მოხდეს მათი ისეთი ტრანსფორმაცია რომ რაღაც ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა გახდეს ან სისტემა გახდეს კეთილი ხო ადამიანის მიმართ შემწყნარებელი ხო მაგალითად ნახეთ ბავშვებთან დაკავშირებით როდესაც გაზომეს და ნახეს რომ ამ საკითხში სერიოზულად აგებდნენ შემდეგ თურმე წამალიც არსებობს, სხვებიც იღებენ ამ წამლებს, თურმე ამის ბიუჯეტიც არსებობს და ასე შემდეგ და ყველაფერი რაც მანამდე ისაუბრენ შემოაბრუნეს და სხვაგვარად ილაპარაკეს. ოღონდ არა იმიტომ რომ ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაიწყეს, იმიტომ რომ დაინახეს რომ ეს ელექტორალურად მათ აზიანებდა და ამის გამო შეცვალეს, ხო? მე არ მჯერა რომ ქართული ოცნება როდესმე შექმნის ამ ქვეყანაში სისტემას, რომელიც აღარ იქნება მოძალადე. არ მჯერა ამის, იმიტომ რომ პირიქით მიდიან, კანონებს ამკაცრებენ, რაღაც ჯალათები გამოყავთ რომ ადამიანები აწამონ. ერთადერთი გამოსავალი ესე დროს არის ხელისუფლების, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი ცვლილება. სხვა შემთხვევაში, ნებისმიერ შემთხვევაში მე მეორე პრობლემასთანაც მივდივართ, ნახეთ, აი იგივე ეხლა როცა ლაპარაკობთ მაგალითად სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე, ხო, გაჯანსაღებაზე და ბევრი კითხვა დამისვამს მართლაც რომ აი ხელისუფლების ცვლილების მერე როგორ უნდა მოხდეს აი სასამართლოში, არ ვიცი, ფილტრაცია ესე ვთქვათ.
ძალოვან უწყებებში როგორ უნდა მოხდეს ამ პოლიციელების, ესე ვთქვათ, კარვიც გამოვლინება, რომელიც შეიძლება მთელი ამ წლების განმავლობაში კადრები შეიძლება არ ჩანს ჯერჯერობით, მაგრამ ისეთივე მოძალადეა, როგორც მისი კოლეგები ამ კადრებში. კი, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთი წარმოგვიდგენია ამასთან დაკავშირებით თუ კარგი და კეთილსინდისიერი მოსამართლე გვინდა, პოლიციელიც ასეთი გვინდა. იცით რა, ასეთ სისტემას აქვს ეს თავისებურება, ესეთი კადრები როგორიც არსებობს, სხვა შორის კიდე გავავლებ პარალელს წინა სისტემასთან შედარებით, თვითონ აქვთ ეს ყველაფერი დოკუმენტირებული. და ამ ადამიანებს, სხვათა შორის, ვისაც გონია დღეს რომ ესე იძალადებენ და ხვალ შეიძლება ჩინმედლებს დაკიდებენ, ადრე თუ გვიან ისინი აუცილებლად გამოვლინდებიან. იმიტომ რომ ესეთი სისტემა, რომელიც არ დგას კანონიერებაზე, არ დგას რაღაც კეთილსინდისიერებაზე, ყოველთვის ცდილობს რომ დაჭერილი ყავდეს სხვა ადამიანი კომპრომატით, ხო? ამ ადამიანებს ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც გააქვს კადრი, ეს 2 თუ 3 პოლიციელი, როდესაც ზალადობს ადამიანზე, ხო? რასაც ეტყვიან მეორეთას, იმას გააკეთებინებენ. იმიტომ ესეთი კადრი აქვთ, ხო? თავად ექნებათ ეს მტკიცებულება, უბრალოდ აქ არ უნდა დაუშვას საზოგადოებამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რაც ჩვენ დაგვემართა სამწუხაროდ 2012 წლის შემდეგ, რომ ყველა ის მოძალადე სისტემაში იქნებოდა ის, ან თუნდაც მოსამართლეები ახსენეთ თქვენ, ყველა ის მოსამართლე, რომელიც იღებდა უკანონო გადაწყვეტილებებს, არ უნდა დარჩნენ ისინი სისტემაში. ის ადამიანი, რომელიც თანახმაა, რომ დღეს აწამოს სხვა ადამიანი მოქალაქე, იმისგან არ გამოვა კარგი სამართალდამცავი, მე ამის არ მჯერა. ისევე როგორც ყობახიძე ამბობდა, რომ თურმე ერთ დღეს ვიღაცეები ცუდ რაღაცებს აკეთებდნენ და დღეს კარგ გადაწყვეტილებებს იღებენ, არც ამის არ მჯერა. თუ ადამიანი, რომელიც ჩაიცვამს მოსამართლის მანტიას და ერთხელ მაინც მიიღებს თავისი შეგნებით უსამართლო გადაწყვეტილებას, ის არის უსამართლო მოსამართლე და მისგან არ გამოვა კარგი მართლმსაჯულების განმახორციელებელი. ამიტომ უნდა არსებობდეს მხოლოდ პოლიტიკური ნება, რომ ესეთი სისტემები გასუფთავდეს, გაიწმინდოს და მასში შევიყვანოთ რეალურად ღირსეული ადამიანები და დამერწმუნეთ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ღირსეული მოსამართლეც იქნება, ღირსეული პოლიციელიც იქნება და ღირსეული პროკურორიც იქნება. მთავარი ერთადერთი რაც ამ სისტემებს სჭირდება გაჯანსაღებისთვის არის პოლიტიკური ნება, რომელიც 35 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის არც ერთ ხელისუფლებას სამწუხაროდ არ აღმოაჩინა. კი ბატონო, და თავად როგორ ფიქრობთ, თორნიკე, რატომ აძლევენ სამართალდამცველები ამის ესე ვთქვათ უფლებას საკუთარ თავს, იმიტომ რომ აი თქვენ ვთქვით, რომ ყველას რაღაც ხარებასავით შეიძლება ჩინმედლები არ დაკიდონ, ხო? როდესაც საქმე სჭირდება, უშვებენ ციხეშიც, იგივე გორის თემა, 6 პოლიციელი დააკავეს, აქაც რამდენიმე სამართალდამცველია დაკავებული, არ ვიცი, აი რატო უნდა გინდოდეს მაშინ, საერთოდ შეხვიდე აი ამ ამბავში, როდესაც მესმის რომ შეიძლება ისე წვანეა ესე ვთქვათ ანთებული იმისთვის რომ იძალადო, მაგრამ თან არავინ არ გაძლევს იმის გარანტიას რომ ერთ დღეს შესაძლოა პასუხი თავადვე არ მოგთხოვონ იმათ ვინც ამის უფლება მოგცა, ხო? კი, თუმცა აი ასე წინა ეთერშიც გავიხსენე შემთხვევა, როდესაც 16 წლის ბიჭი დააპატიმრა პოლიციამ და თვითონ მოახერხა ტელეფონის ჩართვა და თქვენს ეთერშიც იყო ეს კადრები, გადაიღო როგორ ემუქრებოდა პოლიციელი და საშინელ რაღაცებს ეუბნებოდა, თითებს დააგამტრევ და პატიმრობაში მყოფი მამასთან დაკავშირებით თავისუფლეს სხვათა შორის საშინელ უხარას ეუბნებოდა, არ მინდა რომ ეთერში გავიმეორო, თუ ვისაც დაინტერესებს ნახავს ამას თავად ინტერნეტში, ხო? გამოუშვეს ორ თვეში ეს ადამიანი. ანუ საზოგადოებამ ეს მინდა ძალიან კარგად იცოდეს, რომ არიანა ჩოლოიანი გამახსენდა ეხა ბოდიში პოლიციელი, რომელიც 16 წლის ბავშვს ემუქრებოდა მანქანაში თითების დამტვრევით, ორ თვეში არის გარეთ და ამას რო სხვა პოლიციელი ხედავს, აი მაშინ ეძლევა მას გამბედაობა. როცა დაინახა 24 წელს, ბევრჯერ გავიხსენებ ამას, 300-ზე მეტი ადამიანის წამება პირდაპირ ეთერში, წაქცეულზე წიხლის დარტყმა, სახიზულების ჩალეწვა, შემდეგ ამ ადამიანების იქეთ გასამართლება და მხოლოდ 5 გადმოაგდეს, ოღონდ ის, ვინც თავად ჟურნალისტებმა გამოიძიეს, რომ ეს არიან, რა თქმა უნდა, მათ აძლევთ გამბედაობას. აი ის პოლიციელები თუ არიციან, თქვათ მოძალადეები, ვინც ეს ყველაფერი ჩაიდინა, აი თქვენს კოლეგას რო თავს დაესხნენ. მათაც ხო არ ეცვათ ფორმა. კი, ნიღაბი ქონდა, თუმცა მთელ ქალაქში არის კამერები, როცა სჭირდებათ, ისინი აუცილებლად აღმოაჩენენ, ვინ იყო ეს ძალიან მარტივად დადგენილი. დადგენილია. რომ გავასვინც დაესხა თორნიკე, ძალიან მარტივი იყო. კი, გამოავლინეს თავად. ძალიან კარგი ჟურნალისტური გამოძიება იყო, გამოავლინეს კარგად და იძულებული გახდნენ დაეკავებინათ, ხო? რისი თქმა მინდა, ეხლა ეს არის ერთიანი სისტემა, მოძალადე სისტემა.
რომელსაც ბევრი განშტოება აქვს, ხო, ვიღაცები არიან პოლიციაში, ვიღაცები არიან ქუჩაში და როდესაც ისინი მიიღებენ კონკრეტულ დავალებას, ვინ აძლევს ამ დავალებას? აძლევს ხელისუფლება, ხომ? ახლა მე და თქვენ ხო არ ვაძლევთ ახლა დავალებას, ან გარანტიას ხო ვერ მიცემთ და მე და თქვენ რომ მიდი რაღაცა გააფუჭე და ხვალ არ დაგიჭერენო. აძლევს ისეთი ადამიანი ამის გარანტიას, ვისგანაც ჯერა რომ არ დაიჭერენ. ამიტომ აქვს ეს გამბედაობა. და საბოლოო ჯამში მივდივართ იქ, საიდანაც დავიწყეთ, რომ სისტემა ჩამოყალიბდა მოძალადედ. და ესეთი მოძალადე სისტემების ერთადერთი გამოსავალი, რომ აღარ კონდეს ზეგავლენა ადამიანების ბედზე არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ისინი გაუშვათ ხელისუფლებიდან, იმიტომ რომ სხვა გზა იგივე საგარეო ურთიერთობებში იქნება ეს, ეკონომიკაში იქნება თუ ადამიანის უფლებებში ამ ხელისუფლებიდან სამწუხაროდ აღარაფერი აღარ გამოვა. დიდი ხანია მათ უკვე თავის თავი ამოწურეს. კი ბატონო, თუმცა აქაც აი ჩვენ წინა ბლოკში საუბრობდით სხვათა შორის, რომ საჭიროა მათ შორის პარტიების მხრიდან, ესე ვთქვათ, მკაფიობა, ვის რა გეგმა აქვს მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით. თქვენი ალბათ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, თქვენი პოლიტიკური გუნდის პოზიციაა, რომ ალბათ ნებისმიერ არჩევნებში ღირს მონაწილეობის მიღება სავარაუდოდ. ხო, განსხვავებით სხვა პოლიტიკური პარტიებისგან, რომლებსაც გარკვეული წინაპირობები აქვთ, ესე ვთქვათ. თქვენ თუ გაქვთ ესეთი წინაპირობები და რა სიტყვით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არ ვიცი, დროულად დაიწყოს ამაზე მუშაობა, თუნდაც ეს იყოს 2028-ის არჩევნები, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო და რესურსი არის დახარჯული ბოიკოტის კამპანიაში, რომელმაც იმუშავა და რო იმუშავა, ამის შედეგი არის ის, რომ ქალაქის მერი არის კახა კალაძე სამწუხაროდ, ვინც თავს თulis, რომ ანუ ვინც გამარჯვებულად აცხადებდა ბოიკოტის კამპანიაში თავს, მათ ულოცავ ნამდვილად სამწუხაროდ ოპოზიციის ნაწილს, რომ ამ ქალაქის მერი არის კახა კალაძე. ეს თუ იყო მათი გეგმა და მათი მისაღწევი, კი ბატონო, მაშინ კიდევ ერთხელ მიულოცავ. რაც შეეხება თქვენ ახსენეთ, რა შეიძლება გააკეთოს ოპოზიციამ, ხო? და თანმიმდევრულობაზე საუბრობთ. რა თქმა უნდა, ოპოზიცია უნდა იყოს თანმიმდევრული და ჩვენ ყოველთვის ვართ თანმიმდევრული და მე ესეთ პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენ, იმიტომ წარმოვადგენ ლელო ძლიერ საქართველოს, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის თანმიმდევრული. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და დღესაც ვიმეორებთ, ნებისმიერ არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას. ნებისმიერში. იმიტომ რომ არ შეიძლება ივანიშვილის რეჟიმი დატოვო არჩევნებში მარტო და იმის იმედი გქონდეს, რომ სირცხული დაიწვევიან ისინი, რომ არაკონკურენტუნარიანი არჩევნებია. აი ამის წარმოდგენა, ამის ფიქრი როგორ შეიძლება იყოს საღაზრთან. ის რაც მოხდა სამწუხაროდ 2025 წელს და როდესაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უბრძოლველად აიღო ქართულმა ოცნებამ ის ქალაქები, რომელიც არ ეკუთვნოდა, როგორც თბილისი, თუნდაც 24-ის შედეგებით 25 ოლქიდან 18 ოპოზიცია იგებდა და რუსთავში 9-დან 8-ს იგებდა და ესეთი დაუთმეს. სამწუხაროდ მოხდა ეს. რაც შეეხება მომავალში, დიახ, გეთანხმებით. ეს ბოიკოტი უნდა დავივიწყოთ. ეს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებსაც არაერთხელ აქვთ, პირდაპირ არ გეტყვიან, თუმცა აი ეს ქრონიკული ბოიკოტი დაივიწყეთ. დაახლოებით ეს გამოდის მათ ნებისმიერ რეკომენდაციაში და რჩევაში და ხო შეიძლება უბრალოდ საღიაზრის დონეზე ვთქვათ, რომ თუ არჩევნებში ვიღაც არ შედის, მეორე დღეს რას აკეთებს, მესამე დღეს რას აკეთებს, ანუ უფრო უკეთესი ბრძოლის ველი რა არის, ხო? პოლიტიკური პარტია მაშინ რაში გჭირდება თუ არჩევნებში არ იღებ მონაწილეობას, მაშინ ისედაც აპირებენ აკრძალოს და აკრძალულს და აუკრძალო პოლიტიკურ პარტიას შორის სამართლებრივად არის ერთადერთი განსხვავება. პარტია იღებს არჩევნებში მონაწილეობას და აკრძალული ვეღარ იღებს და რატომ უნდა ივანიშვილს ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა თუ ასევე სურს მას რომ თან არჩევნებში თითქოს შეგვითრიოს, ხო? აი ეს ყველაფერი რაღაც უნდა დავიდეს ჩემი აზრით აზრამდე და ვთქვათ რომ ივანიშვილის რეჟიმს რომელიც არის რუსული რეჟიმის აი ადგილზე მყოფი ეგრეთ წოდებული ნამესტნიკი, მას უნდა ვებრძოლოთ ნებისმიერი კანონიერი მეთოდით. ქუჩაშიც უნდა ვებრძოლოთ არჩევნებზეც და ყველგან სადაც მას შევუქმნით რაიმე დისკომფორტს. ასევე აი არ შემიძლია არ ვთქვა პოლიტიკოსებს ჩემი აზრით მოგვეთხოვება, ჩემ თავზეც ვიტყვი, არ არის პრობლემა, გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა. იმიტომ რომ ეს არის სფერო, რომელსაც შემხებლობა აქვს ადამიანების კონკრეტული ადამიანების სიცოცხლესთან და ასევე ქვეყნის მომავალთან, ხომ? არ შეიძლება ერთ დღეს იძახდე, რომ ბოიკოტია გამოსავალი და მეორე დღეს გამოდიო და მე მოვისმინე აქ ზოგიერთი პოლიტიკოსის
პროცესის განცხადებად მათ შორის, რომ აი 28-ის არჩევნებისთვის უნდა მოვემზადოთ. ბოლო-ბოლო უნდა ითქვას, რატომ გაკეთდა, ხო, 25-ში. ამიტომ ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად დამარცხდება ივანიშვილის რეჟიმი, ოღონდ ამისათვის საჭიროა, რომ არჩევნების დღეს, როდესაც იქნება საერთო ეროვნული არჩევნები, ყველანი დარაზმულები, ისე როგორც ეს მოხდა უნგრეთში, მივიდეთ საარჩევნო ურნებთან, გამოვიყენოთ ჩვენი უმძიმესი იარაღი, რაც არის საარჩევნო ბიულეტენი და გაუშვათ ივანიშვილი მოსკოვში.